ძალიან გადაჭარბებულად არის ეს თემა წამოწეული. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ 6 წლის წინანდელი ამბავი წამოვწიეთ, რატომღაც ახლა დღეს რა მოხდა და როგორ მოხდა და არავინ არ არის არც თავადკიებული ამითი ან გემო არ მოსწონს. არაფერი დაზარალებული ამ თემას არ ყოლია არც მაშინ და დღემდე 6 წელი. Ას ყიდულობდით ჩირინასგან, ქათმის ნაკელს, ხო? ხელშეკრულებაში მითითებული არ იყო, როგორც ვიცი, რისთვის ყიდულობდით. სასუქად ყიდულობდით თუ საკვებ დანამატად საქონელს. იყო ეს მითითებული, მე რაც ვნახე არ იყო. და აქ მაქვს ხელშეკრულებაში, როდესაც ყავას ყიდულობ მაღაზიაში, რისთვის ყიდულობ მამას თავზე გადასაყრელად შამპონად გინდა გადაამუშავოთ, რა ხო არ უთითებთ, რა კითხები, აი, შენ ძიძახი ჩამწრელ კითხვებს ისეთებს, რომელსაც აზრი არ აქვს. რადიო თავისუფლება რომ მიკერძოებულია, ამ ბიჭს 1000 წერილი მივწერე, რომ ნუ გააკეთებ არაკომპეტენტ. ბიჭო, რატო ერთ ადამიანს არ გაგიჩნდეთ ამ ქვეყანაში, ან რომელიმე არს თქვენ, რო ჩაეძიეთ და დაძდებთ ამ ძროხის თემებს, რომელსაც არავინ დაზარალებული დღემდე არ არის. არ ვიცი, ხო? კი, უნდა აუცილებლად შეიძლება, რატო არ ეძიებით იქით? რატო არ წარმოადგენთ, სად არის? ამდენი ანტიბიოტიკი თუ იყო მის ნარჩენში, წარმოედგინე ხორცში რა ხდებოდა? ყველამ გაიგო ის, რომ სკინტლიან რძეს სვამდნენ და რძის პროდუქტებს. ინდუსტრია შენ თვითონ ნახე, რომ დღესაც ღორში და კატამში იჭმება და სკლინტიანი და ღორი კარგია, სკლინტიანი ინდაური კარგია? რატო ყვები ეს სკლინტიანი? ამ ინდუსტრიაში მოღვაწე პირებმა იციან, რომ აქ არაფერი კარგი ნიმუშება რითი ამტკიცებთ, რას ეუბნებით მომხმარებელს და მე დასაწყისშიც აღვნიშნე ადგილობრივი წარმოებისგან არამედ თქვენ მიგადგათ რეპუტაციული ზიანი, რამდენიც არ უნდა გიკვირდეთ ახლა რომ რატო ვსაუბრობთ ამაზე. რომ არა საგამოძიებო ჟურნალისტიკა ესეც არ გვეცოდინებოდა და არც თქვენ გითქვამთ აშკარად ხმამაღლა, რომ ასეთი რაღაც მოხდა თქვენს ფერმაში. თელ სოფლიოში ხდება ყოველდღე რაღაცა. და არც რძის მიმწოდებელს. რითი ამტკიცებთ, რომ რა უნდა ეთქვა რძის მიმწოდებელს დაუღარეთ, თუ რაში მომწოდებს მომხმარებელს რაში ხილად იყავით თუ ანტიბიოტიკ შეიცავდა ეს რძე. გადაუღარეთ ჩემო კარგო და რატო იმეორებ შენ და კარგი, რით ამ ესეთი სკანდალია, კი ხედავთ, რომ დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ ადგილობრივი წარმოებისკენ გახედო არავის არ უნდა. სკანდალი არ არის საერთოდ თუ ჭამ, შენ თუ მოიხმარ გიჭამია ჩვენი ლაბორატორიის პროდუქტი. სანტე უფროს სოფლის ნობათი რძის ლაბორატორიის. ჩვენ ლაბორატორიის 22 ტონა რძეს ვაწვდი სანტეს ყოველდღე. ანუ მე ჩემსაც ჭამ. ხო არ გინახე რამე გემოყვარ შეგვარვია შენ. ეს რეპუტაციული ზიანი რაც მიიღეთ თანხაში რო გამოსახოთ, როგორ ფიქრობთ, უფრო ძვირი დაგიჯდებათ? მე არაფერი არ დამიჯდება, მე უნდა მოვუგო ფორმულასაც და რადიო თავისუფლებას, რომ რაც რეპუტაციული ზიანი მომაყენეს, ესე საანაზღაურო. უჩივლოთ, აპირებთ? არა, მე მინდა თქვენ უჩივლოთ.